რისი თქმა სურს შენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას, რას გეტყოდა, რას შემოგითვლი და მაგრამ ვერ გეუბნება. აი ახლა რომ შეეძლო შენთან კომუნიკაციის დამყარება, რა იქნებოდა მისი მთავარი აღიარება შენთან დაკავშირებით? მოკლედ და მარტივად, მე შენ გელოდები, მე შენ გელოდებოდი და მე მგონი ზუსტად აი აქ დაუშვი შეცდომა. ეს არის მისი რეალური ქვეცნობიერული ფიქრი, რასაც თან განიცდის, თან ისევ სჯერა რომ რაღაცა შეიძლება შენი მხრიდან რაღაც იმპულსურად წამოვიდეს და ნაბიჯები გადაიდგას, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად რწმუნდება, რომ სულ ტყუილად გელოდება და აი აქ დაუშვი მე ამ ხელა კაცმა შეცდომაო. გეტყოდა იმას, რომ ძალიან მკვეთრად და მკაფიოდ ჩანს აქ ის ფაქტორი, თუ როგორი ცივი, როგორი პრინციპული, როგორი ისეთი რადიკალური დამოკიდებულება გაქვს და როგორ ხარ კონცენტრირებული შენს განვითარებაზე, შენს საქმეებზე, შენს პირად ესე ვთქვათ მიზნებზე, გეგმებზე, ფინანსებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცის რასაც საქმიანობ, იცის დაუშვათ ისიც თუნდაც როგორი კარიერისტი ადამიანი ხარ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ამღები და ამავდროულად პიროვნება ხარ, რომელიც ყოველთვის ყველაფერს თავად უკეთებს და ძალიან კარგად იცის შენი ესე ვთქვათ მთავარი ხასიათი ამ ადამიანმა არ აქვს მნიშვნელობა ასაკით პატარა ხარ უფროსი ხარ ხვდება რომ ცხოვრებაში ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს დააგროვებული და რეალურად არავის არ მისცემ იმის უფლებას რომ აი თავზე დაგაჯდეს რა შენი პრინციპებით ცხოვრობ ისე როგორც პენტაკლების დედოფალს და ამ შემთხვევაში ხმლების დედოფლის კომბინაციის ქალს შეეფერება შესაბამისად ფიქრები რასაც ადამიანი ფიქრობს სწორად ვერ შევაფასე უფრო ეს იქნება სწორი რომ ვთქვათ იმიტომ რომ ფიქრობდა რატომღაც რომ შენგან და წამოსულიყო აქ რაღაც ნაბიჯები და მოკლედ ერთ სიტყვით კოზი ნაცარში ჩაუვარდა. გეტყოდა აქ იმას, რომ მართლა სერიოზულად პლანავს და გეგმავს, რომ ასე ვთქვათ რაღაცა კომუნიკაციაზე გამოვიდეს შენთან, მიგახვედროს და მიგანიშნოს, რომ იცი რა, მთლად არ გავმქრალ ვარ, არ წავსულ ვარ, მე კი მეგონა, რომ ამით რაღაცა სწორს ვაკეთებდი და კარგს ვაკეთებდი და ესე უნდა მომხდარიყო და ამით მე შენი მხრიდან ჩემსკენ, ასე ვთქვათ, რაღაცა ნაბიჯებს აღუძრავდი, მაგრამ შემეშალა, იმიტომ რომ არ ვარ მიჩვეული ესეთი ტიპის და კატეგორიის ქალებთან ურთიერთობას ძირითად შემთხვევაში მე ყველას აქეთ სხვას ვუნდი ვარო და ყველა ჩემთვის აკეთებსო ყველაფერს მე რა რომ კაცი ვარო ხო და რას გეტყოდა ძალიან მალე მივა იმ რაღაცა საბოლოო გაჭედვამდე და საბოლოო გადაწყვეტილებამდე როდესაც აკრიფავს მესიჯს ან აკრიფავს შენს ნომერს შემოვა შენს ჩატში, ან უბრალოდ შენს ნომრით ესე ვთქვათ, რა ვიცი, მის ზარსელოდე ესე ვიტყოდი უფრო მეტად, 2-დან 3 დღის შუალედში შელოდეთ კონტაქტზე გამოსვლას და რეალურად იმის თქმა უნდა და სურს, რომ შენ ყოფილხარ ქალი, იმიტომ რომ შენ შეძელი და შენ შეარყიე ჩემი აქ შინაგანი ეგო, შინაგანი ეს რაღაცა განცდები, ემოციები, ვნებები და ასე შემდეგ. შემოგთავაზებთ სადღაცას წასვლას, ეს შეიძლება იყოს ქალაქგარ ტერიტორია, შემოგთავაზებთ იმას, რომ დაუშვათ წავიდეთ რამე ისეთ ძვირადღირებულ ადგილას წაგიყვან თავს მოგაწონებთ მაქსიმალურად განსაკუთრებით იმით რომ ფინანსურად შეძლებულია ეს ადამიანი და აი ამას ისე გამოაჩენს რომ ვითომ არც ტრაბახობს მაგრამ თან დაგანახებს რომ აი ნახე ესეთ ადგილას ვინმე სხვას წაუყვანი ხარ ესეთ რაღაცა გიჭამია სხვასთან ან რაღაც აი ასეთ ლამაზ ადგილას ვინმესთან ერთად ყოფილ ხარ ეცდება რომ იყოს განსაკუთრებული მოგაწონოს საკუთარი თავი ისე და დაგანახოს საკუთარი თავი ისე როგორიც ხარ თავად შენ პენტაკლების დედოფალი ყავს და პენტაკლების მეფის ენერგიებით უნდა შემოვიდეს აი ამ პაჟური ენერგიებიდან უნდა გამოვიდეს და გაათვითცნობიეროს ის რომ აი ასეთ ქალთან და ასეთი გაქანების ქალთან აი ეს ვერ იქნება უნდა იყოს ან ბობოლა კაცი რომელსაც თავისი სიტყვის ესე ვთქვათ ფასი და ტრაკი გააჩნია რომ რასაც გეტყვის ის აგისრულოს და აგისრულებს კიდევაც და შესაბამისად რისი თქმა სურს უნდა რომ იყო მისი ცხოვრების მთავარი ქალბატონი უნდა რომ შემოგთავაზოს ყველაფერი ფინანსური იქნება ეს ემოციური იქნება ეს მისი ესე ვთქვათ მთავარი საყრდენი გახდეს შენ და არა პირიქით შესაბამისად ერთობლივად გააგრძელოთ ეს გზა რაც თქვენ დაუშვათ ცხოვრებისეულად წინ გელოდებათ და ამ ადამიანს შენთან სერიოზული ურთიერთობა უნდა აქ რაღაცა რამსები ქონდა ამას არეული შესაძლებელია ითქვას რომ რაღაცებს ცოტა სხვანაირად ფიქრობდა შენზე შეიძლება ეგონა რომ მხოლოდ ნებების ქალი იყავი მაგრამ ისე ჩაუტარე შენ ჩასატარებელი რომ შედეგი რამაც გამოიღო აქ არის ის რომ მიხვდა ვინ ხარ მიხვდა რომ თუ თასების ტუზით არ შემოვა შენს ცხოვრებაში და ზღვა ემოციას თავზე არ დაგახვევს და მოგახვევს ძალიან მოკლედ და მარტივად გაუყენებ ჩვეულებრივ ამ შემთხვევაში
თავის გზაზე. აქედან გამომდინარე, გააგრძელეთ, რასაც აკეთებთ, როგორც აკეთებთ, არანაირი კონტაქტზე გასვლა, არანაირი პატარა და მცირე ნაბიჯები თქვენი დაელოდეთ უბრალოდ და დაინახავთ, რა დონეზე მოუმწიფდა მას იმის სურვილი, რომ იშრომოს ამ ურთიერთობაზე. ჩადოს მაქსიმალური რესურსები, ესე ვთქვათ, ამ ურთიერთობისთვის. იმიტომ კი არა, რომ თავისთავი რაღაცნაირად, გებლა არა, იმიტომ რომ რეალურად შენისთანა ქალს დაანახოს საკუთარი თავი, რომ იცი რა, მე კი დაგანახე რაღაცა სისულელეებიო, იქო ჩემი სიცეტითო, მაგრამ არც მე არ ვარ ლახაკაციო და მეც შენსავითო, აგერო კარიერისტი ვარო, მეც მიყვარსო ფულიო, ქონებაო, მეც მიყვარს შრომაო, მეც ვიცი ჩემი თავის ფასიო და მოდი პაწეცხანერად გავიცნოთ ერთმანეთიო. აი ეს იქნება აქ. აქ არის დაახლოებით 1 კვირის პროგნოზი, არც კი, სადღაც 5 დღეს ელოდეთ. 5 დღის შუალედში, უფრო 2-დან 3 დღის შუალედი დაიმახსოვრეთ კონტაქტზე გამოსვლის და შეხვედრა და წაყვანა და ეს რაცა შორგზებზე ბოდიალი და ბოჟიალი უფრო აი რაღაცა 5 დღიდან 1 კვირის ვადაზე იქნება. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისათვის WhatsApp, Instagram გვერდზე შენი ხიოლი ესე მიპოვნით, ხოლო Facebook გვერდზეც იგივენაირად ჩაწერეთ საძიებოვალში ახალი არხია გამოიწერეთ, გაუქმდა და დაიბლოკა ყველა აქამდე არსებული ჩემი არხი. შესაბამისად გელით ყველას დროებით